ეს არის ჩემი ბლოგის ისტორიაში საცივის პირველი ვიდეო რეცეპტი. აქამდე არასდროს გადამიღია და ჩემს თავს ვეკითხები, აი რატომ? რადგან ბუნებაში არსებობს საცივის ჩემეული ვერსია, მას აქვს არსებობის უფლება და დროა მზის სინათლე იხილოს. მოხარშულ დედალს ცხელს მოვაყაროთ მარილი და დავიწყოთ ნიგვზიანი მასის მომზადება. საცივი რომ გემრიელი და არომატული გამოვიდეს, ყოველ წელს სუნელების დასტას ვყიდულობ. თუმცა რაც ოჯახური საცივის საკმაზე აღმოვაჩინე, ბევრად გაიოლდა საქმე. ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი და დიდი ყვითელი ყვავილი და ნიორის ფხვნილი დავამატო გემოვნებით. ორი კოვზი ქათმის ნახარში წვენი და გადავზიოლოთ კარგად ხელით, სანამ ნიგოზე ცხიმს არ გამოყოფს. ცხიმის ალკე შევინახოთ და ნიგვზიანი მასა გავათხელოთ ქათმის ნახარში სასურველ კონსისტენციამდე. სურვილი შემთხვევაში შეგიძლიათ გაატაროთ საწურზეც. ქვაბში მოვათავსოთ დაჭრილი დედალი და მოვასხოთ ჩვენი ნიგვზიანი მასა. ბოლო ეტაპია ულამაზესი ნიგოზის ცხიმი, რომელიც ისე ამშვენებს საცივს, როგორც თავად საცივი ახალი წლის სუფრას. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს.